ქართული სტენდია მოწყობილი ლონდონის წიგნის ბაზრობაზეც ლიტერატურული თარგმნების სექციაში გაიმართა რუსუდან გორგილაძის წიგნის დიქტატორის გემოს პრეზენტაცია. შეხვედრა ავტორთანაც მოეწყო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი ქვეყანა ეროვნული სტენდით 80-მდე გამოცემით და 10-მდე ავტორით მთარგმნელთა და გამომცემლებით არის წარმოდგენილი. ბაზრობაზე მწერალთა სახლმა სამი ღონისძიება უკვე ჩაატარა. ასევე შედგა შეხვედრები ფესტივალის მონაწილე გამომცემლებთან. განსაკუთრებულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ლონდონში ხდება ეს ამბავი და ეს ლონდონის წიგნის ბაზრობა არის განსაკუთრებულად სპეციფიური. ბევრმა ადამიანმა გამოხატა სურვილი ამ წიგნის ინგლისურად წაკითხვის. ძალიან ბევრი ცოცხალი ამბებია შიგნით. ძალიან ბევრი იმდროინდელი, ის რაც არ ვიცით ჩვენ. მე პირადად ჩემთვის აღმოჩენა იყო უამრავი ინფორმაცია, რომელიც ამ ყველაფერი ამ დიდი კვლევის უკან დგას. წელს რაც რამაც ყველაზე მეტად გაგვახარა ის იყო, რომ უკვე ასე თქვა, აქეთ მივიღეთ შეთავაზებები ჩვენი რამდენიმე გამოცემის თარგმანზე და გამოცემაზე. წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ, რამდენად უფრო შედეგიანი და ნაყოფიერია ეს საერთაშორისო ფორუმები.